მიაწოდეთ მოსახლეობას ინფორმაცია, მაგრამ მიმდინარეობს ეს მიზანმიმართული დაშინება მოსახლეობის. გრიპი იყო და ისპანკა ყველა მიცით ალბათ 1914-1918 წლებში 50 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა დედამიწაზე, გაცილებით მეტი ვიდრე პირველ მსოფლიო ომში. ჩემ თაობას ახსოვს ჰონკონგის გრიპი, რომელიც 60-იანებში იყო, ასევე როგორი იყო თქვათ მაღალი და სულ ბოლო 2009-2010 წლების პანდემია დედამიწაზე ისევ ხაშერთი ენერთით გამოწვეული, რომელმაც სამწუხაროდ ძალიან დიდი მსხვერპლი გამოიწვია მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთან. დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ართვლის, რომ ქვეყანაში გრიპის ეპიდემიაა და მედიას მოსახლეობის დაშინებაში ადანაშაულებს. პაატა იმნაძემ დღეს განაცხადა, რომ მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის დაშინება. მისი თქმით, ვირუსის გახშირებული შემთხვევების მიუხედავად, სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყების გადავადების აუცილებლობა არ არსებობს. Სამწუხაროდ ეს არის ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, მოთხოვნა ხოლმე ძირითადად, რომ დაიხუროს სკოლები, დაიხუროს ბაღები. არსებობს ამისი მსოფლიოს ბევრი დასავლური ქვეყნის გამოცდილება. სკოლა რო დაიხურება, ბაღი რო დაიხურება, ეს ბავშვები, რომლებიც არ ივლიან სკოლაში და ბაღში, სადმე იქნებიან შუშის კოლბებში, ცალკე რომ თქვათ არ ქონდეთ კონტაქტი ერთმანეთთან ადამიანებს, როგორ გონიათ. და სკოლის გარეშე და ბაღის გარეშე ადამიანები აღართ არ ხდებიან. ჩვენი რეკომენდაცია იქნება იმის დამიხილვის, როგორ იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. 250 არის გითხარით 256 უფრო ზუსტად 100,000 მოსახლეზე. ეტაპებზე რომ გითხრათ, თქვენ ადრე თქვით, რომ შემდეგი ეტაპი თებერვლისკენ, ან ეხლა რა ეტაპზე ვარ, შემდეგი ეტაპი? ეხლა ჯერჯერობით ჩანს ტენდენცია შემცირებისაკენ მიმართვიანობის ავადობის. დავაგვირდებით ამ ტენდენციას ამ კვირის მანძილზე და ამის შემდგომ იქნება რეკომენდაცია განათლების სისტემაში. მოსახლეობა პანიკა მოიცვა, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების სიმცირე შეინიშნება. ამას ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილიც ადასტურებს. მშობლები ვირუსის შიშით ცდილობენ ბავშვები ბაღებში არ გაუშვან და ისინი არ დადეგების განხანგრძლივებას ითხოვენ. ბავშვი მეთან ყავს სახში ორი ერთი ავათარი და მეორე აღარ მინდა რომ მივიყვანო ბაღში და თუ გახანძდება თვის ბოლომდე და თებერვალში ნორმალური ისენი იქნება რატომაც არა. შეიძლება სკოლაში არა, მაგრამ ბაღი მაინც ცოტა ხანი რო იყვნენ გაცულებულ პერიოდებში. ხო, შედარებით ცოტა ხანი მაინც ერთი კვირაც რო გახანგრძლივდეს. რა თქმა უნდა, გრიპების გამო უნდა გახანგრძლივდეს, რა თქმა უნდა, ხო. აი რამდენი ხნით დაახლოებით? რა, ერთი კვირით მაინც. რა თქმა უნდა, გახანგრძლივდეს, აბა სკოლიდან და იქიდან გადადის ერთმანეთს ურთიერთობა ბავშვებიდან და რაღაც. აი დაახლოებით რამდენი ხანი იქნება საკმარისი, როგორ ფიქრობთ ესეც რომ? სანამ არ მოისპობა ეს ვირუსი, მე მგონია, საერთოდ სანამ არ მოისპობა ვირუსი. უნდა გახანგრძლივდეს, აბა რა. ბავშვები რომ მივიდნენ და კიდე რაღაცა იმასაკრან უფრო არ გართულდება? რა ვიცი, ჩემი აზრით. რამდენი ხნით? რა ვიცი, ახლა ვირუსები როდემდე ვარაუდობენ. როდემდე გაუშვეს. ხო, კარგად იციან. მარტო ჩვენ საქართველოში ეს ვირუსი, სხვა ქვეყნებში რატო არ არის? ხელოვნურად არის ყველაფერი. მე მგონი არ არის საჭირო ჯერჯერობით და ვნახოთ მე კიდე რა სიტყვიან. რამდენადაც მე ვიცი და მე ტელევიზიით ვიცი, სხვა არაფერი ვიცი, არ ამბობენ ეგეთ რამეს ჯერ. რასაც ამ ვირუსების გამო უნდა გახანგრძლივდეს თუ არა არ დადეგები? არ ამგონია, არ ამგონია. რატომ თქვით ეს? რატომ და მე ექიმებს ვეყრდნობი, კაცო, იმათ რო არ იციან მდგომარეობა. მაგას ამბობენ ექიმები, რომ ესე იგი ჯერჯერობით ისეთი მდგომარეობა არ არის და კვირის ბოლოს მოგახსენებდო და დაველოდოთ რა ვიცი. აუცილებელია ბაღებში განსაკუთრებით რომ პატარები არიან და შეიძლება რომ რთულად გადაიტანონ. თუ საჭირო უნდა გახაზრდოს, თუ მოითხოვს მდგომარეობა აუცილებლად. დაახლოებით რამდენი ხანი იქნება საჭირო? სანამ ალბათ არ გაივლის ეს ეპიდემია. და თადარიგი დავიჭიროთ რომ არ გავართულოთ.
ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების გამო მოთხოვნა გაიზარდა პირბადეებზე. როგორც მედიკოსები ვარაუდობენ, გრიპის ვირუსის კიდევ ერთი პიკი თებერვალ-მარტში იქნება. გახდება თუ არა ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არ დადეგების განხანგრძლივების მიზეზი ჯერ უცნობია. ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები ერთობლივ გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებენ.